მინდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო ქართული, რაც მთავარია, მულტიფუნქციური სტარტაპი. სახელწოდებით ელექსირი. და ეს პროდუქტი ამ სახელს შეგრებულად ატალებს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს არის მულტიფუნქციური პირველ რიგში, როგორც აღნიშნე, მარტივი მიზეზის გამო, მისი გამოყენება შეიძლება როგორც პირადი ჰიგიენისთვის, ხელის საწმენდად, ასევე რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაში. როგორც ტექნოლოგიებმა ადგილზე გვითხრეს და ჩვენ ამ სინქრონებს და კომენტარებს რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ, რეალურად 13 მიმართულებით შეიძლება მისი გამოყენება. წარმოიდგინეთ, სოფლის მეურნეობის 13 სექტორალური მიმართულება, დაწყებული ვაზი, დამთავრებული თხილი. და მთლიანობაში არაფერი რო არ ვთქვათ იმაზე, რომ ეს პროდუქცია ანადგურებს მთლიანად ბაქტერიებს, იცავს სრულიად ჰიგიენას და ძალიან მარტივი და კომფორტულია მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში ჩართული ბენეფიციარებისთვის. უფრო დეტალურად და კონცეპტუალურად ელექსირის შესახებ მოვისმენთ რა თქმა უნდა კონცეფციის ავტორებისგან, ასე რომ ერთად გადავინაცვლოთ და დავათვალიეროთ ძალიან საინტერესო და როგორც აღნიშნე, მულტიფუნქციური ქართული სტარტაპი ელექსირი. მოგრეთ, როგორც გითხარით, შემოვედით საწარმოში, მთლიანობაში დავათვალიერეთ მთლიანი ინფრასტრუქტურა და შევხვდით მასპინძელს, ჩვენი ბლოგის სტუმარს და ელექსირის დამფუძნებელს გიორგი ზვიადაძეს. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის სტუდიაში. კიდევ ერთხელ განუმარტოთ მაყურებელს, რა არის რეალურად ელექსირი. დიდი მადლობა, ელექსირი დააფუძნა TS Holding-მა, რომელიც ელექსირი აწარმოებს 35 სახეობის პროდუქტს. მათ შორის შეგვიძლია რამდენიმე ნახოთ, მაგალითად ეს არის პროდუქტი მესაქონლეობისათვის, რომელიც გამოიყენება როგორც დაწყურებისთვის, ანუ რომ დალიოს საქონელმა, ასევე მისი დეზინფექციისათვის. მეღორეობის პროდუქტია, ზოგადად ვეტერინარული მიმართულებით გვაქვს აბსოლუტურად მოცული როგორც მესაქონლეობა, მეღორეობა, ასევე მეკათმეობა, მეფრინველეობა, მეთევზეობა და ასე შემდეგ. რას აკეთებს ეს პროდუქტი? პირველი ეს არის ევროპული ტექნოლოგია, არის საქართველოში ნაწარმოები და მთელი ეს საწარმო მოგეხსენებათ ქართულია, საქართველოშია. ბიოლოგიური პროდუქტია ჩვენი და გამოიყენება ბიომეურნეობებშიც. ანუ ჩვენი პროდუქცია არის განთავსებული InfoXgen-ის კატალოგში, რაც ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ბიოა ჩვენი პროდუქცია და გამოიყენება ბიომრეწველობაში. აკეთებს სოკოების, ვირუსების და ბაქტერიების განადგურებას. ანუ, როდესაც ხშირად საუბრობენ რა არის სტარტაპი, ეს არის რეალური სტარტაპი. რეალური სტარტაპი, ანუ ტექნოლოგია, როგორ შეიძლება ელექტრომუხტები ჩაიდოს წყალში, დამაგრდეს 1 წლის მანძილზე მინიმუმ, იმიტომ რომ ვადა აქვს 1 წელი ჩვენს პროდუქციას. უდიდესი პრობლემა, რასაც იწვევს სოკოვანი დაავადებები ცოცხალ ორგანიზმებისათვის, როგორც არის თქვათ მესაქონლეობა და ასევე მემცენარეობა ადამიანისთვისაც, ამ სოკოვანი დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს კლავს ელექტრომუხტი. ანადგურებს თლიანობაში და ამ ყველაფერს აკეთებს, ანუ უფრო პროფესიულად რო განმარტოთ, რეალურად ყოველგვარი დანამატების გარეშე. ეს არის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ეს არის ავსტრიული სითხე, ეს ეძახის მოსახლეობა, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც არის თხევადის სახის და მასში არის ელექტრომუხტები. ეს არის ელექტროაქტივირებული წყალი, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ მავნე ცოცხალი ორგანიზმები მყისიერად განადგურდეს. კი ბატონო, მიღმა ამ შემთხვევაში ჰიგიენური კომპონენტისა და მიღმა ამ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო გამოყენებისა რეალურად ეს მიმართულება და აი ეს ხსნარი ძალიან აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებშიც. მემცენარეობის კუთხით. ვაზის მიმართულებით, ვაზზე ძალიან ბევრი პრობლემა არის, როგორც არის ჭრაკი, ნაცარი, ანთრაკოზი და სხვა. და ბუნებრივი ესენი სოკოვანი დაავადებებია. განსაკუთრებით აქტიურდება ეს დაავადებები, როდესაც კლიმატური პირობები იცვლება, ანუ დათბება და როდესაც არის მაღალი ტენიანობა, ნესტი და ამ პრობლემების მოსაგვარებლად უამრავი პრეპარატის გამოყენება სჭირდებოდათ ადრე. იყო გლეხური მეთოდებიც, იყო თანამედროვე მეთოდებიც, ძირითადად ქიმია. ჩვენ ვთავაზობთ არაქიმიურ, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რომელიც გატესტილია ევროკავშირში და რომელიც გამოიყენება ყველგან მთელს მსოფლიოში, ანუ აბსოლუტურად უსაფრთხოა და უეჭველია მისი ეფექტურობა, ანუ დამტკიცებულია ყველა ლაბორატორიული კვლევით, რაც კი შეიძლება იყოს მოთხოვნილი იმისათვის, რომ საქართველოს ძალიან კარგ გუნდს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უნებლობის მოეცა ჩვენთვის სერტიფიკატი. ანუ თუ რაიმე ნებართვა გჭირდება ადამიანს, რაიმე სტანდარტი, ყველაფერი არსებობს. მაინტერესებს შემდეგი.
სად შეუძლიათ უშუალოდ ამ პროდუქციის სარგებლობა, ამ პროდუქციის მიღება სოფლის მეურნეობაში ჩართულ ბენეფიციარებს? უშუალოდ ეს არის თუ არა ადგილობრივ ბაზარზე უკვე გაშვებული თუ ძირითადად საექსპორტო მიმართულებებით, მიმართულებით დაკავებული? ადგილობრივ ბაზარზე ცხადია ვმუშაობთ, შეუძლიათ შეძენა ჩვენთან საწარმოში, Hualink-ში, შეუძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, შეუძლიათ კურიერის საშუალებით გამოიძახონ და კურიერი ადგილზე მიართმევთ. ასევე არის მაღაზიათა ქსელი, როგორც არის Kartlis, Boronsoft Chemia, Nutrimax და ბევრი სხვა. ანუ ყველა ქსელში აგრო პროდუქტები სადაც იყიდება, აბსოლუტურად ყველგან აბსოლუტურ უმეტესობაში ჩვენ ვართ. კი ბატონო. ანუ ამ სტარტაპის, მოდი ესე ვთქვათ, სტარტაპის რეალურად კონკურენტული უპირატესობაც მათ შორის ახლა მივადექით არის ის, რომ თქვენ რეალურად კონკურენტი ამ ჭრილში ბაზარზე არ გყავს. იცით, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ სტარტაპი უნდა იყოს გლობალური პრობლემის მომგვარებელი. ეს პრობლემა არ იყო მხოლოდ ქართული, ანუ სოკოვანი დაავადებები, ჩვენ ახლა მივდივართ აზერბაიჯანში მაგალითად. ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ თხილზე მთელ მსოფლიოში არის პრობლემა. იმის რომ აფლატოქსინები და ოქრატოქსინები, ეს არის ესე დაავადებები, ეს არის მომწამლელი ნივთიერებები, რომელსაც იწვევს სოკოვანი ცოცხალი ორგანიზმები, მთელს მსოფლიოში არის ეს უდიდესი პრობლემა. ევროკავშირი ამოწმებს ძალიან სკრუპულოზურად თხილის იმპორტისას, თხილს და თუ აღმოაჩენს მის მოცულობას მინიმალურსაც კი არსებობს გარკვეული დოზირება, რა თქმა უნდა, პროდუქტს აბრუნებს უკან და ევროკავშირის ტერიტორიაზე მისი შეშვება არ ხდება. ელექსირის დახმარებით ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ჩვენი პროდუქტი, ჩვენი სტარტაპის ნაწარმოები პროდუქტი ხოცავს ისეთ ცოცხალ ორგანიზმებს, ბაქტერიულ სოკოვანს, რომელიც იწვევენ ამ ტიპის პრობლემებს. ამიტომ მეთხილეობაში და ზოგადად კაკოვანი კულტურების დამუშავებაში უდიდესი პრობლემა მოვაგვარეთ, რასაც ქვია აი ამგვარი აფლატოქსინების წარმოშობის პრევენცია. რეალურად ხა მე შევაფასებდი არ მოვერიდებოდი ამ სიტყვებით დაწყობის გამოყენებას, ეს რეალურად გარღვევაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მე დარწმუნებული ვარ ამ ელექსირით, ამ ჯადოსნური ხსნარით, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი სოფლის მეურნეობაში ჩართული ბენეფიციარი ისარგებლებს. დიდი მადლობა. ჩვენთვის პრინციპია, რომ მაქსიმალურად სოფლის მეურნეობას ამ ქვეყანაში ხელი შევუწყოთ. რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარზე გადის ეს პროდუქცია და ეს არის მოთხოვნადი ყველგან, ეს არის სტარტაპის აუცილებელი პირობა, რომ ის არ იყოს ლოკალურად ჩაკეტილი ერთ ბაზარზე. მოკლედ გლობალურობის პრინციპი დაცულია. ის მეცნიერული საფუძველი, რომელიც ამ პროდუქტის დიდ ნაწილს შეადგენს, გვაძლევს მცირე მოდიფიცირებების საშუალებას. რა შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება როგორც დეზინფექციის მიმართულებით, ასე სანიტარიზაციის და პირადი ჰიგიენის მიმართულებით. ყველა სერტიფიკატი, რაც კი ჩვენი პროდუქციისთვის არის საჭირო, მიღებული გვაქვს შესაბამისი უწყებებიდან, მათ შორის სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული გვაქვს მცენარეთა დაცვის საშუალებებზე 5 სერტიფიკატი. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვანიჭა სერტიფიკატი ჩვენი ელექსირი დეზინფექციისთვის სერტიფიცირებული არის ეგრეთ წოდებულ ლუგარში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საკპატენტმა მოგვანიჭა სასაქონლო ნიშანი, რეგისტრირებულია საკპატენტის მიერ, გვაქვს ჩვენი ლოგო და სახელწოდება ელექსირი.